შუადღემშვიდობისა, ყველას გამარჯობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოდან, სადაც მოვედი, იმიტომ რომ აქ არის დღეს რძის ხარისხის საკითხის განხილვა. იმ თემისა, რომელიც ვიცი ზუსტად რომ თქვენთვის, ჩემი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთლიანად საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, მშობლებისთვის არის მნიშვნელოვანი და რაზეც მე დაგპირდით, რომ არ ვაპირებ გამარჯობათ. არ ვაპირებ, რომ ხელი ავიღო ამ თემაზე და აუცილებლად გავყვები ბოლომდე. იცით, რომ აი ხა რა ხდება, ეს ჩემთვის საინტერესო არ არის, არ მონაწილეობ მე დისკუსიებში პოლიტიკურ პროცესებზე. მე არა ვარ ანალიტიკოსი. ანალიტიკოსებმა შეიძლება გაარჩიონ ბევრი საკითხი, ბევრი ისაუბრონ სტრატეგიებზე. ეს ჩემი საქმე არ არის. გამარჯობათ. პოლიტიკოსის საქმე არის გადაწყვეტილების მიღება და მე მოქმედება. ეხლა რაც შეეხება რძეს, აქ არის დღეს დავა სააპელაციო სასამართლოში, ანუ ერთი ეტაპი უკვე დაამთავრდა. ის ეტაპი ეს არის დავა ლაშა პაპაშვილის კომპანიასა და ჩირინას შორის, ეს არის კომპანია, რომელიც არის ცნობილი ბიუ და ეხება კვებას ცხოველების, სამედიცინო ტეტრაციკლინია თუ არ ვცდები, ის სამედიცინო პროდუქტი, რომელიც აღმოჩნდა საკვებში და არის დავა რაზე, იყო თუ არა საკვებში, იყო თუ არა ამ ცხოველებში, ძროხაში, ეს იმ საკვებში, რომელიც ძროხებმა მიიღეს. ეხლა მთავარი აქ რა არის, ცით? ასეთი დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება ჩემი საქმეს საერთოდ არ არის. არავითარი პოლიტიკოსის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის საქმე არ არის. როგორც თქვი, მე რო ვიყო ხელისუფლებაში და მე რო ვიყო საქართველოს პარლამენტში, ამაზე მოვაწყობდი და არა სხვა რაღაცა ბზუილზე მოვაწყობდი, გამარჯობათ, მოვაწყობდი საგამოძიებო კომისიას, ხო? და ეს არის თემა, რომელზეც უნდა იყოს საგამოძიებო კომისია, იმიტომ რომ საკვების უსაფრთხოების თემა, ზოგადად დაცულობის თემა არის ნომერ პირველი ჩვენთვის, განსაკუთრებით იმ სფეროში, რომელიც ეხება ბავშვებს, ხო? მაგრამ აქ პრობლემა რაშია? პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო დღეს სურსათის უმნებლობის სააგენტო, მაგალითად, არ აკეთებს ხალხის თქვენთვის ინფორმაციის ჩაბარებას, რა ნაბიჯები გადადგა, რას აკეთებს. ის ერთი კომპანიის პროდუქცია რო ამოიღო, დანარჩენს რა მოუვიდა. პირველ წყაროს შეამოწმა თუ არა ის პროდუქტი აზერბაიჯანიდან შემოდის საქართველოში, რომელიც ამოიღეს, რამდენი ამოიღეს. ამ კითხვებს ბატონი ჩეკურიშვილის სურსათის უმნებლობის სააგენტოში არ პასუხობს, არ გუპასუხობს. ამიტომ იძულებულები ვართ, რომ ჩვენ ნელ-ნელა შეხვედრებით, საუბრებით, ექსპერტებთან საუბრებით გავერკვეთ ამაში, აგერ სასამართლოს ხდომაზე მოვედი და თქვენ ასე ჩაგაყენოთ საქმის კურსში. ხელისუფლებაში რომ ვიქნები ამ დაცულობას უკვე, როგორც ევროპულ სახელმწიფოებშია, ჩვენ უზრუნველყოფთ. აბა დროებით და დანარჩენს მოგახსენებთ მოგვიანებით.